მე ვარ გელა ჩერკვიანი. უმეტესობისათვის დღეს გელა ჩერკვიანი არის ირაკლი ჩერკვიანის მამა. ძალიან გამიჭირდება რომ გითხრა რა არის ჩემი პროფესია, იმიტომ რომ ცხოვრებაში ძალიან ბევრი სხვადასხვა რამ მიკეთები. ჯერ კიდევ სულ ახალგაზრდა სკოლაშიც კი უკვე სკოლის ბოლო კლასებში ჩემი დავიწყე უკვე დაკვრა. პატარა ორკესტრის შევქმენი, მაშინ მე მოსკოვში ვცხოვრობდი. მე სწავლობდი პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, არქიტექტურას. ვიგრძენი რომ ძალიან დიდი ნიჭი ყოველ შემთხვევაში მაშინ ნამდვილად არ გქონდა. ხოდა რაღაც მომენტში გადავედი უცხოენების ინსტიტუტში. შევდექი ძალიან ინტენსიურად ინგლისურის სწავლას. იმდენად რომ ახლა მახსენდება დღეში 100 სიტყვას სწავლობდი ხოლმე ახალს. შემდეგ ნელ-ნელა გადავედი ლექციებზე, ამ ლექციებს კითხულობდი უკვე სოციოლოგიაში, ინგლისურად კითხულობდი. ეს უკვე ამერიკიდან ჩამოსვლის შემდეგ, იმიტომ რომ მე ამერიკაში ვიყავი სტაჟირებას. რა შეეხება შემდგომ ეტაპს, ეს უკვე არის 1992 წელი. ეს არის როდესაც ჩამოვიდა საქართველოში ედვარდ შევარდნაძე, მე შევხვდი შევარდნაძეს და მან მითხრა გაუძღვებოდი თუ არა საერთაშორისო ურთიერთობების საქმიანობას. პოლიტიკა არის ის სფერო, სადაც ადამიანები ერთმანეთს ლეგალურად კანონის ფარგლებში, მაგრამ ებრძვიან ძალაუფლებისათვის. მაგრამ რასაც მე ვაკეთებდი, მე იმას პოლიტიკას არ ვეძახი. იმიტომ რომ მე იმას ვეძახი კი საგარეო პოლიტიკაში მუშაობა, მაგრამ შენ ხარ ექსპერტი. მე შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი გავლენა უფრო იყო წიგნებიდან, ვიდრე რომელიმე ადამიანებიდან და ადამიანებთან კონტაქტისგან. და მუსიკა რო არ იყოს, ალბათ ესე ვიტყოდი, ჩემი ბედნიერების ტორტს დიდი ნაჭერი დააკლდებოდა. მე მიმაჩნია, რომ ადამიანი წარმატებული არის მაშინ, როდესაც ის თავის მიზნებს, რომელსაც ისახავს, იქნება ეს ტაქტიკური მიზნები თუ სტრატეგიული მიზნები, საბოლოო მიზნები, თუ კი ასრულებს ამას. ცხოვრება ყოველთვის შეჯიბრია. შენ თუ გახდი ის, რაც შენ შეგიძლია გახდე, მაშინ შენ ბედნიერი ხარ. მაგრამ წარმატება და ბედნიერება ძალიან მსგავსი ცნებებია. ეხლა შენ შეიძლება ჩაითვალო წარმატებულად, თუ შენ თქვა ამ დროს ბედნიერი არ ახარ. მე დღეს ვიქნებოდი აბსოლუტურად ბედნიერი, რომ არ ყოფილიყო ორი ძალიან დიდი ტრაგედია ჩემს ცხოვრებაში. ეს არის, როდესაც მე დავკარგე ირაკლი და როცა სულ არც თუ დიდი ხნის წინ დავკარგე ჩემი მეუღლე ნანა. გამოგიტყდებით. რეალობა უკვე აღარ მეჩვენება ნამდვილ რეალობას. იცით? როდესაც მე მივედი ირაკლის საწოლთან, მის ბინაში, უჩვეულო მომეჩვენა და როცა მივედი და ხელი მოვკიდე, იყო ცივი. რაც მივხვდი, რასაც ნიშნავდა, ეს ნიშნავდა, რომ უკვე რაღაც ხანია ირაკლი აღარ არის. მაწყნარებს აი ის მდგომარეობა ჩემი, ესეთი სოლიფსისტური, ანუ როდესაც მიმაჩნია, რომ ეს რეალობა არა. მაგრამ სტიმული მაინც მოქმედებისთვის, არა ყოველდღიური მოქმედებისთვის სჭირდება. ეხლა ჩემი ყველაზე დიდი სტიმული ამ შემთხვევაში რასაკვირველია ჩემი შვილი ირაკლიც. ქალიშვილი პატარა ნანა, როგორც ვეძახი. მახსოვს ირაკლი შემოვიდა კეთათოსთან ერთად და ვითხრა მე და ნანას. ჩვენ მალე ბავშვი ვეყოლება და მე მინდა რეტრო სახელი დავარქვა ნანა. აი ნანა, პატარა ნანა არის ალბათ დღეს ჩემი ისეთი თავი სტიმული. მე მინდა რომ ყველაფერი რაც მე შემიძლია მივცე. ფიქრობ რომ ეს შეცდომა არ დამიშვია. შეიძლება იყო რაღაცა რაც კიდევ უფრო წინ წაწევდა ჩემს ცხოვრებას. არ ვიცი. ვის უთხრა მადლობა, მაგრამ ჩემი ცხოვრება როგორც გითხარით, მიმაჩნია რომ იყო კარგი. ქუჩაში როცა მივდივარ და ვთქვათ ირაკლის რომელიმე ფანი თუ შემხვდება და მთხოვს ხელი მოვაწერო ვთქვათ ან ფირფიტას ან რაღაცას, ესე მეუბნებიან მოაწერეთ გელა ჩერკვიანი, მეფის მამა. დღეისათვის ასე ვიტყოდი რომ ყველა ტიტული მოვიცი, დამჩა მხოლოდ ერთი, გელა ჩერკვიანი.